მოკლედ ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს, როდესაც ამ საქმეს დაიწყებს, ყველა ვარიანტში წააგებს ფულს თავიდან, ხო, თუნდაც იყოს ეს რამოდენიმე თვე, რამოდენიმე წელი. უბრალოდ ერთ რაღაცაზე რომ დაფიქრდე, შენ ირჩევ ისეთ კარიერას, რომელშიც შეგიძლია უამრავი რაოდენობით ფულის გამომუშავება. და ყველა, ვინც ამ საქმეშია, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ გააკეთოს დიდი რაოდენობით ფული. და რეალურად, რაც ყველაზე მთავარია და ბევრი დამწყები მაგას არ ფიქრობს, შენ აჯიბრები აქ ექსტრემალურად ჭკვიან ხალხს, რომლებიც ცდილობენ, რომ ფული აქეთ წაგართვან, ხვდები? ანუ, შენ ცდილობ ისეთი ხალხისგან ფულის წართმევას, რომელიც არიან შენზე ბევრად ჭკვიანები და ბევრად გამოცდილები ამ საქმეში. ხო, ვიღაცამ თუ არ წააგო ტრეიდინგში, შენ ხო ვერ მოიგებ, ამიტომ წარმოიდგინე უბრალოდ რამდენად ჭკვიან ხალხთან გაქვს საქმე. მაგრამ ერთი ნიუანსი არის აქ. თუ ექნება დისციპლინა და ყოველდღე მიყვები შენს წესს, არასდროს არ დაარღვევ მაგას, იქნები ფრთხილი მარკეტზე. რაც თავარია მიყვები პროცესს, არ დააჩქარებ ამ პროცესს, რასაც ყველა ცდილობს და საბოლოოდ საპირისპიროდ გიტრიალდება ყველაფერი, აუცილებლად ისწავლი თუ როგორ იყოს ზუსტი და უბრალოდ რაც ყველას აქვს ეს პრობლემა არ იქნები ხარბი, ეს ისეთი საქმეა, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამოგივა, შენ თუ შრომას ჩადებ, ის შრომა 10 მაგად დაგიფასდება და ასმაგად. თუ გინდა ტრეიდინგის შესწავლა მაღალ დონეზე, შემოდი ჩემთან Discord-ზე და იქ გასწავლი ყველაფერს დეტალურად.